გამარჯობა. თქვენ უყურებთ და უსმენთ პალიტრას, ეთერშია არამექანიკური ფორთოხალი. არ გაგიკვირდეთ, დღევანდელი გადაცემა მინდა ერთი გამოცანით დავიწყო. რა არის, რაც დილით 4 ფეხზე დგას, შუა დღეზე 2-ზე, საღამოთი კი 3-ზე. ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის ამ გამოცანის პასუხი, მე თუ არ ვცდები ჩვენს სახელმძღვანელოებში დაწყებითი სკოლისას არის შესული ეს გამოცანა უნარებში თუ არ ვცდები და ბავშვებმაც იციან. დიახ, ეს ადამიანია, რომელიც 4-ით დაბობღავს, სანამ არის ჩვილი და ჯერ წელში არ არის გასწორებული, შემდგომ 2 ფეხზე დგება და ისე მიუყვება ცხოვრების გზას. შემდეგ კი ყავარჯენს ჯოხს მოიხმარს მესამე საყრდენად. მაგრამ ბევრმა ალბათ არ იცის ამ გამოცანის ისტორია, სათავე და მნიშვნელობა. ადამიანი, უпростоრედ მეფის შვილი, რომელიც გამოიქცა ერთი სამეფოდან, გამოექცა თავის ბედისწერას, მიუახლოვდა მეორე სამეფოს და დაამარცხა სფინქსი თავისი გონიერებით. სიბრძნით გამოიცნო ეს გამოცანა, გადაარჩინა მეორე სამეფო თებე და გახდა მისი მეფე. ძალიან მარტივია, ძალიან უბრალო ამბავია თითქოს, მაგრამ მთელი ამბების, ისტორიების და ტრაგედიის ჯაჭვი და ძაფი მოხვება ამ ადამიანს. მისი სახელი დიდი მეფე ოიდიპოსია. და იმ უხსოვარი დროიდან მოდის. იმ უხსოვარი დროიდან არ დაუკარგა, არ გამქრალა ინტერესი მის მიმართ და მისი ისტორიის მიმართ. ადამიანი, რომელიც ებრძოდა ბედისწერას და რომელიც მუხლებზე დააჩოქა ბედისწერა. მაშასე სოფოკლეზე და ოიდიპოსზე ვსაუბრობთ დღეს და ჩვენი სტუმარია ქალბატონი ნანატონია, რომელმაც ძალიან კარგად იცის ეს თემები. პროფესორია ქალბატონი ნანა, კლასიკური ფილოლოგია თავისი სპეციალობით და ტრადიციულად ნანა დავიწყოთ ჩვენი კითხვით, რომელიც აუცილებლად უჩნდება ხოლმე მსმენელს და მაყურებელს, რა გვინდა ეს ოიდიპოსი, რატომ უნდა ვიცოდეთ აუცილებლად ეს ისტორია, რაში გამოგვადგება, რაში დაგვეხმარება. თანამედროვე ადამიანი ჰომეროსის, ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს, პინდაროსის და სხვა დიდებულ ავტორთა ქმნილებებთან მიახლებისას გრძნობს ერთგვარ ეთიკო-ესთეტიკურ კათარსის, რაც მას სულიერად ამაღლებს. ამას ყოველთვის გრძნობდა ყველა დროის განათლებული საზოგადოება და ამიტომ აღიარებდა იმ ეპოქის უაღრესობას, რომლის ფასეულობანიც მარადიული აღმოჩნდა. ხოლო ეს ეპოქა იყო ანტიკურობა, რომელიც დღეს აღარავისთვის აღარ არის სადაო, რომ საფუძვლად უდევს არა მხოლოდ ევროპულ, არამედ მსოფლიო ცივილიზაციას. იცი, აი გულწრფელად მაინტერესებს, აი შენ ფიქრობ, რომ დღეს 21 საუკუნეში, აი ასეთი მიახლოება, ასეთი კათარზისის მოთხოვნილება 21 საუკუნის შვილებს აქვთ? აუცილებლად უნდა კონდეს, ოღონდ ვიმეორებ. თუ არა აქვს, უნდა გაუღვიო. ვიმეორებ, ეს არის განათლებული საზოგადოების მოთხოვნილება. და ზუსტად იქით მიმყავს ჩემი საუბარი, რომ სოფოკლე, რომელიც მოღვაწეობდა ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში და რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დრამატურგი მსოფლიო დრამატულ პოეზიაში, ძალიან კარგად გრძნობდა ამის აუცილებლობას. ამის აუცილებლობას გრძნობდა ყველა ათენელი მოღვაწე, რომელიც კი მოღვაწეობდა კლასიკურ თუ შემდგომ პერიოდებში და ამიტომ იყო, რომ იწერებოდა უამრავი სტატია და იწერება დღესაც, რა თქმა უნდა, აი იმაზე, რასაც ქვია კათარსისი და რასაც არისტოტელე თავის პირველ ლიტერატურათმცოდნეობით ტრაქტატში თავისებურ ახსნა-განმარტებასაც აძლევდა. დრამას, ტრაგედიას ყოველთვის შესწევს უნარი სამყაროს ახსნისა. ეს იცოდა ძალიან კარგად თავად სოფოკლემაც, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, როგორც ჩანს, ფიქრობდა ოიდიპოსის მითის შესახებ,
რომელშიც ყველაზე უფრო კარგად უნდა ყოფილიყო ახსნილი მისი სამყაროს თავისებურებები. და ის სამყარო, რომელ სამყაროშიაც ცხოვრობდა სოფოკლე, რაღაცნაირად ემსგავსება კიდევაც თანამედროვე სამყაროს, იმიტომ რომ მთელი თანამედროვე ავტორები, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ცნობილი, ნიცშე, ფროიდი, კამიუ და კიდევ მრავალი სხვა, როდესაც ცდილობენ ახსნან თავიანთი ნაზრევი, თავის ფილოსოფია, სოფლმხედველობა, აუცილებლად მიმართავენ ხოლმე ანტიკური ტრაგედიის პარადიგმებს და განსაკუთრებით ოიდიპოსის მითს. ოიდიპოსის მითი, როგორც ჩანს, სოფოკლეს ყველაზე მეტად აღელვებდა, იმიტომ რომ ეს იყო მითი, რომელშიაც ყველაზე შემაძრწუნებლად აისახა ადამიანის დამოკიდებულება სამართლიანობისადმი. ეს არის შეურაცხყოფილი ადამიანის დამოკიდებულება სამართლიანობისადმი და ბედისწერისადმი ზოგადად. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცოდა, კარგად ესმოდა სოფოკლეს, ამიტომ ის ამ მითს ორგზის შეეჭიდა, ერთხელ 75 წლის ასაკში და დაწერა ბრწყინვალე ტრაგედია ოიდიპოს მეფე და მეორედ 15 წლის შემდეგ 90 წლის ასაკში, როდესაც დაწერა ასევე უბრწყინვალესი ტრაგედია ოიდიპოსი კოლონოში. ეს იყო მისი ბოლო ტრაგედია და როგორც ჩანს, სოფოკლეს ცხოვრების ბოლომდე აწუხებდა კითხვა. დაისჯებოდა თუ არა უდანაშაულო ადამიანი იმ სამყაროში, რომელ სამყაროშიაც ის ცხოვრობდა. ან რა ელოდა უდანაშაულო ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა ბედისწერით განსაზღვრულ სამყაროში. ნანა, შევახსენოთ ახლა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რაში მდგომარეობს, რა არის, რა გადახდა ოიდიპოს, რაში მდგომარეობს ეს მითი. უბრალოდ ამბავი შევახსენოთ და შემდგომ ვიმსჯელოთ. ოიდიპოსი თებეს მეფის ლაიოსისა და იოკასტეს ვაჟია, რომელსაც წინასწარ განსაზღვრული ბედისწერა და სასტიკი წყევლას დევს თან დაბადებიდან. მის მამას ლაიოს უწინასწარ მეტყველებენ, რომ მას საკუთარი ვაჟი ჯერ სიცოცხლეს გამოასალმებს, შემდეგ მის ტახტზე ავა და დედას შეირთავს ცოლად. შეძრწუნებული მეფე დედოფალი, რათა განგებას გაექცნენ და ხელი შეუშალონ წინასწარ მეტყველების ახდენას, ახლად გაჩენილ ვაჟს თავიდან მოიშორებენ, ფეხებს გაუხრეტენ, რკინით გადაუბამენ და მსახურს უბრძანებენ მის მოკლას. მაგრამ მსახური ბავშვს არ გაძირავს. ჩვილი კორინთოს უშვილო მეფე დედოფლის სასახლეში აღმოჩნდება. ისინი მას შეიკედლებენ, სახელად ოიდიპოს. ფეხებს შესიებულს დაარქმევენ და შვილივით გაზრდიან. ოიდიპოსმა, რომელიც ბევრი ღირსებით არის შემკული, არაფერი იცის საკუთარი წარმომავლობისა და ისტორიის შესახებ. უყვარს კორინთოს მეფე დედოფალი და მშობლებად მიიჩნევს მათ, სანამ ჩააწვეთებენ მისი შვილად აყვანის ამბავს. ოიდიპოსი იწყებს საკუთარი ფესვების ძიებას. დელფოს მისნისგან ის იგებს, რომ ვისი შვილიც არ უნდა იყოს, მისი ბედი განსაზღვრულია. ის მოკლავს საკუთარ მამას და იქორწინებს დედაზე. სასოწარკვეთილი ოიდიპოსი სასწრაფოდ გაეცლება კორინთოს, დედმამას, რათა აღარასდროს ნახოს ისინი და ამით შეაჩეროს ბედისწერა. გზაში ის გადაეყრება ხანში შესულ დიდებულს, რომელიც ჯერ შეედავება, შემდეგ წინააღმდეგობას გაუწევს და საბოლოოდ შემოაკვდება ოიდიპოსს. ოიდიპოსი განაგრძობს გზას, რომელსაც თებესთან მიჰყავს. ქალაქის შესასვლელს დარაჯობს სფინქსი. თებეს მცხოვრებნი გაწამებულნი არიან მისგან. ოიდიპოსი იხსნის თებეს საზარელი ურჩხულისგან, რის სანაცვლოდაც მადლიერი თებეელები მას გარდაცვლილი მეფის ლაიოსის ტახტზე აიყვანენ და ცოლად მის ქვრივს იოკასტეს შერთავენ. იოკასტეს და ოიდიპოს ორი ვაჟი, ეთეოკლე და პოლინიკე და ორი ქალიშვილი, ანტიგონე და ისმენე ეყოლებათ. გადის დრო და თებეში შიმშილი, ჭირიანობა და სიკვდილი ისადგურებს. გამოსავალი და ხსნა არ სჩანს. დაზაფრული ხალხი და მეფე დელფოს სამისნოს მიმართავს საშველად. პასუხი კიდევ უფრო დამზაფრელია. არაფერი შეიძლება, სანამ მეფე ლაიოსის მკვლელს არ იპოვნიან და დასჯიან.
მეფე ოიდიპოსი თავად იწყებს მკვლელის ძებნას. ის პოულობს ლაიოსის მკვლელობის ერთადერთ გადარჩენილ მოწმეს და მისგან იგებს საშინელ სიმართლეს. გზაჯვარედინზე მის მიერ მოკლული დიდებული მისი ნამდვილი მამა მეფე ლაიოსია, იოკასტე კი, რომელთანაც მას 4 შვილი ჰყავს, დედაა მისი. ოიდიპოსი და იოკასტე თავად ხდებიან საკუთარი თავის მსაჯული, თავად გამოაქვთ განაჩენი და თავადვე აღასრულებენ მას. იოკასტე თავს იგლავს, ოიდიპოსი თვალებს ითხრეს. ჩვენ ოიდიპოსზე ვსაუბრობთ, ოიდიპოს მეფეზე დაიჯება თუ არა უდანაშაულო ადამიანი, დაიჯება თუ არა ის ადამიანი, რომელმაც არ იცის და ბედისწერა გაუთავებლად ადგმევინებს ნაბიჯებს და ასე ვთქვათ, ადენინებს ცოდებს, დაიჯება თუ არა ეს ადამიანი და როგორ უმკლავდება აი ამ ბედისწერას, ანუ ჭიდილი ადამიანისა და ბედისწერის. გადაცემის დასაწყისში მე ვთქვი ასეთი ფრაზა, რომ ოიდიპოსი, რომელსაც დააჩოქებს ბედისწერა და მაყურებელს არ ქონდა შესაძლებლობა შენი რეაქცია ენახა, შენ თავი გადააქმნიე და გაიღიმე შენი ძალიან მომხიბვლელი ღიმილით. მოდით დავიწყოთ ჩვენი საუბარი არისტოტელეთი, რომელიც წერდა, რომ სოფოკლემ თავისი თეატრის სცენაზე გამოიყვანა იდეალური გმირები, ანუ გმირები, ადამიანები ისეთებად, როგორებიც ისინი უნდა იყვნენ. უნდა გითხრათ, რომ არისტოტელე ამ თავის ტრაქტატში მრავალგზის მიუბრუნდება სოფოკლეს თემას და აღნიშნავს, რომ სოფოკლეს ოიდიპოსი არის ის გმირი, რომელიც არ გამოირჩევა არც თავისი სამართლიანობით, არც თავისი სიქველით, მაგრამ ის დაითმენს საშინელ ტანჯვას, არა თავისი უმეცრების, არა თავისი უმსგავსოების გამო, არამედ რაღაცა შეცდომის გამო. ჩვენ ვიცით ყველამ ძალიან კარგად, რომ არისტოტელეს ეს ტრაქტატი არის კონსპექტი, ამიტომ არისტოტელე ახსნა განმარტებას არ იძლევა, რას გულისხმობს, რა შეცდომა დაუშვა ოიდიპოსმა. და აი უკვე 25 საუკუნეზე მეტია ფილოლოგები, ფილოსოფოსები, ფსიქოანალიტიკოსები ეძიებენ პასუხს კითხვაზე, რა დააშავა, რა შეცდომა დაუშვა ოიდიპოსმა. ის ხომ არა რომ შეეცადა შებრძოლებოდა ბედისწერას, ან ზოგადად რა არის ოიდიპოს მეფის ტრაგედიის, თავად ოიდიპოსის ტრაგედიის არსი. ოიდიპოსისა, რომელიც ჩვენი გაგებით თითქოს უდანაშაულოა, მაგრამ ის თავად აღიარებს თავის დანაშაულს, თავად ისჯის თავს. და აი აქ ერთი საინტერესო ფრაზა აქვს ძალიან ცნობილ მკვლევარს ანტიკურობის ანრე ბონარს, რომელიც იტყვის, აი ამ დროს, როდესაც ოიდიპოსი ითხრის თვალებს, ღმერთი კულისებში იცინის. მოდი აქ ცოტა ხანს შევისვენოთ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს აი ამ ახალგაზრდების აზრი. რატომ დაისაჯა ოიდიპოსი? აი ის კითხვა, რაც დასვა ქალბატონმა ნანამ, როგორ ფიქრობთ თქვენ? თქვენი ვერსია მაინტერესებს. ჩემი აზრით, საერთოდ ოიდიპოსი არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ყველა ადამიანის მსგავსად უშვებს შეცდომებს. ის დაისაჯა იმის გამო, რომ მას ჰქონდა სიამაყე. როდესაც დაუძახებენ შებუშაო, გაიქცევა სამისნოში, გაარკვევს რატომ. ეუბნებიან დედა მოიყვანცოლად მამას მოკლავ. ის აღარ ფიქრობს, შეცდომას უშვებს, რომ ვინ არის მისი დედა, ვინ არის მისი მამა და ის კიდევ გააგრძელებს გზას. გააგრძელებს და ის ორი დამღუპელი შეცდომა, რაც არის, რომელიც ყველა ადამიანს ახასიათებს, ეს არის შეცდომა, ეს არის სიამაყე. და თვითონაც მისი სახელი ოიდიპოს ხო ფეხს მონგრეულს ნიშნავს, მისი მამას, ბაბუას, ეს საერთოდ ადამიანის ბუნება. ადამიანს სწორად სიარული არ შეუძლია, ალბათ მან და თვით ოიდიპოსმაც კი ეს ვერ შეძლო. იმის მიუხედავად, რაც თქვა ჰქონდა. შენ რაღაც არ მოგწონს ოიდიპოსი თვითონ. მეწოდება როგორც ადამიანურად მიყვარს მისი ქალიშვილი ანტიგონე. უფრო მეტად ვიდრე ოიდიპოსი. მე ადამიანურად ძალიან თანაუგრძნობ ოიდიპოს და მგონია რომ ოიდიპოსი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო, ნებისმიერი ჩვენგანი და ოიდიპოსის მაგალითით სოფოკლემ გვიჩვენა
თუ როგორ შეიძლება და როგორი უძლური ადამიანი თავისი რაციონალიზმით თუ ინტელექტით თუ ადამიანური შესაძლებლობებით რაღაცა ირაციონალური შეიძლება იყოს ბუნების წესრიგი, შეიძლება ბედისწერა დავარქვათ, შეიძლება ღმერთი ან ღმერთები გააჩნია ჩვენი სიგვჯერა. აი ამ ირაციონალურის წინააღმდეგ და ის ცდილობს ადამიანს თავის ინტელექტით, რაციოთ გადადგას რაღაცა ნაბიჯები, აცდეს ამ ბედისწერას, თუმცა მისდაუნებურად მუდამ უახლოვდება ამ თავის ბედს და ჩემთვის ეს ოიდიპოსი არის მაგალითი ადამიანური სისუსტისა ამ რაღაცა ირაციონალური ძალების წინააღმდეგ. რომელი სისუსტეა აი შენთვის ყველაზე უფრო ისეთი? აი რო დახასიათება რო გითხრა, ნუ დაწერე მომეცი ოიდიპოსის დახასიათება, ვინ არის კაც? ჩემთვის ოიდიპოსი არის უბრალო ადამიანი, როგორც აღნიშნე, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იყოს. გააჩნიათ სოფხედელობითი საკითხი არის, ხო? რისივჯერ არსებობს სოფხედელობა, რომ ადამიანი რაღაცა არის ძალიან პატარა ამ დიდ კოსმოსში, რასაც სამყარო ქვია და ამ კოსმოსის ძალიან პატარა ნაწილია. არსებობს მეორე ტიპის სოფლახმას, მაგალითად რენესანსის დამახასიათებელია, რომ ადამიანი ცენტრია. როგორ აღვიქვავთ ჩვენ ადამიანს? აღვიქვავთ ჩვენ რომ ადამიანი არის ძალიან ძლიერი და კოსმოსის პატარა სახია, თუ არის ძალიან პატარა. მგონია რომ სოფოკლე აჩვენებს ადამიანს, რომელიც არის ძალიან პატარა. რატომ დაისაჯა ოიდიპოს მეფე? ჩემი აზრით, ის შევეცდები რომ მოკლედ მოგვაწოდოთ ჩემი აზრი, ის დაისაჯა მისი ადამიანური ბუნების გამო და სოფოკლეს სათქმელიც, თავარი სათქმელიც ჩემი აზრით არის ეს, რომ ადამიანური ბუნება არ არის უნაკლო და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ რაღაც ესეთი შეცდომა საბედისწერო შეცდომის წინაშე არ აღმოჩნდეთ. რატომ უწოდებთ ოიდიპოსის გამოკლედ ბრძოლას ბედისწერასთან შეცდომას და თუ ეს შეცდომა მაშინ ეს შეცდომა ყველა ჩვენთაგანს გვეხება. ოიდიპოსი სწორედ ის ადამიანია, რომელიც პატარაობისას 4-ზე დადიოდა, შემდეგ 2-ზე და შემდეგ ჯოხს დაეყრდნობა ბოლოს. ხო, ანტიგონეს დაეყრდნობა. დიახ, ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანი. აი კულტურის ისტორიაში ხომ ოიდიპოსის ბედისწერასთან ბრძოლა, ხო? მრავალი ინტერპრეტაცია ხვდებით, ახლა ბედისწერა საერთოდ ესეთი თემა არის, იგივე ფროიდი რო ვთქვა, ხო, ეს ყველაზე ესეთი სახელი. ყველაზე ცნობილი, მაგრამ აქ არის ზღვა ინტერპრეტაციები, ხო? მაგრამ აი მკითხველი, რომელიც ხელში აიღებს სოფოკლეს ოიდიპოს მეფეს, აი ერთი უბრალო მკითხველი, თქვა, ამას ხომ ტრაგედია ქვია, მას ხელში რჩება სევდა, რომელიც არის მსოფლიოს სევდა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს სიკვდილი, ხო? მაგრამ ეს ჩვენ ხელს არ გვიშლის შევთხსათ ოდები სიცოცხლის განსადიდებლად. საერთოდ ორი მხარე ალბათ ყველაფერს აქვს და მე იმის აღნიშნა მინდა რომ ოიდიპოსმა უფრო თავისი თავი თვითონ დასაჯა ყველა ეტაპზე, ვიდრე დაისაჯა სხვების მიერ, იმიტომ რომ მის ყოველ ცუდ ეტაპზე, გარდამავალ ეტაპზე მის მხარეს იყო მისი დედა, რომელიც უკვე ცოლი იყო, მის მხარს იჭერდა ხალხი და ცოტა ჩემთვის ეს გამოსაყოფი არის ჩემი აზრით ეს საკითხი, ხაზგასასმელია, იმიტომ რომ ოიდიპოსი თავს ისჯის თვითონ. ეს არის მისი არჩევანი. ჩემი აზრით და არა ეს სასჯელი მაინც და მაინც მოდიოდეს ხალხისგან, იმისგან, ვისაც მიაყენა მან ზიანი, ასე ვთქვათ. დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ სოფოკლემ ამ ოიდიპოს მეფის დასახა ერთი პრობლემა. ეს არის ბედისწერის საკითხი, რამდენად უნდა იყოს ადამიანი დამოკიდებული ბედისწერაზე და როგორი არის ღმერთების მიერ დანახული სამყარო, იგივე ბედისწერის მიერ დანახული სამყარო და როგორ აღიქვავს მას ადამიანი. როგორი იყო ღმერთების მიერ დაწესებული სასჯელი და რა სასჯელი გამოუტანა ოიდიპოსმა თავის თავს. ეს არის საკითხი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მომდინარეობს, ადამიანები ვფიქრობთ ამ ყველაფერზე და არ ვიცით, ჯერ ბედისწერა იყო მართალი თუ ოიდიპოსი, ადამიანი არის თუ არა მართალი თავის გადაწყვეტილებებისას. ვფიქრობ, სოფოკლემ ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა ამით, შეიძლება ადამიანი შეეწინააღმდეგოს ბედისწერას, არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, მაგრამ თავის სათქმელს და თავის საქციელით ადამიანი თავის პოზიციას დააფიქსირებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლაც საბედისწერო იყოს ჭავლებში მისი გადაწყვეტილება. მადლობა.
მე ძალიან მომწონს ოიდიპოს მეფე, როგორც ლიტერატურული პერსონაჟი, იმიტომ რომ ამის მაგალითზე დავინახე, რომ ადამიანები იდეალურები არ არიან და ამაში არ მდგომარეობს ადამიანის ტრაგედია. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია სწორედ ის ფაქტორი, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება შეეცადოს და წავიდეს ამის წინააღმდეგ, მცდელობაში იყოს, ანუ მან თავისი გასაკეთებელი გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს შედეგზე შეიძლება დადებითად არ აისახოს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს, რომ ის წავიდეს ბედისწერის ან განგების წინააღმდეგ და თავისი გასაკეთებელი გააკეთოს. მე უბრალოდ ქალბატონ ნანას მინდა ვკითხვა, ვიდრე ჩემი აზრი. აი ოიდიპოსის შეცდომაზე. ეს ჩემი აზრია, არ ვიცი, მე მგონია რომ შეცდომაში ხوارი გულისხმება ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოიდიპოსმა იცოდა წინასწარმეტყველება, რომ ის შეირთავდა დედას ცოლად და მოკლავდა მამას. მართალია ის გაიქცა, ხო? გაიქცა ბედისწერას, მაგრამ ეცა და გაქცეოდა. ყოველ შემთხვევაში თავი თვითონ გონია რომ ნამდვილად გაიქცა, ხო? და მიუხედავად ამისა, ის იჩენს უგუნურებას და ცოლად ირთავს ვის? ასაკით დედის ხელა ადამიანს. აი თქვენი აზრით, მე სულ ფიქრობ ამაზე. იცოდა ეს წინასწარმეტყველება, ხო? აი ყველაფერი უნდა გამოერიცხა, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. კლავს ვიღაც კაცს, რომელიც არ იცის ვინ არის. მას აღარ ახსოვს ამ დროს ეს წინასწარმეტყველება თუ რა ხდება. მე მიდის სადღაც. რომელიც მამის ტოლია, ხო, მამის ტოლია და კლავს არაფრისთვის პრაქტიკულად. მე მიდის, იცნობს ამ სფინქსის გამოცანას და ცოლად მოყავს ასაკით დედის ხელა ადამიანი. ჩემი აზრით, აი ეს შეცდომა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ცალსახად ჩვენ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ტრაგედიებს ეხება, აი ჩემი აზრით ერთ-ერთი შეიძლება ეს იყოს. პასუხი უპირველეს ყოვლისა თავად ტრაგედიაში იმალება. მეოთხე სტასიმონში თუ არ ვცდები, გუნდი ამბობს და გუნდის პირით ალბათ სოფოკლეც. და ეს არის ერთგვარი მაგალითი, ერთგვარი პარადიგმა ადამიანურ ბედზე. უბადრუგი ხარ შენ ადამიანთა მოკვდავო მოდგმა. წარმატება, რომელიც ბრწყინვალების ხივს ასხივებს, ძალიან მალე ჩაქრება და ხდება ისე, როგორც მზე დახდება. ეს არის სოფოკლეს აზრი საერთოდ ადამიანურ ბედთან დაკავშირებით. აზრი გუნდის პირით გამოთქმული, მაგრამ სოფოკლე ცდილობს ახსნას ეს წარმოუდგენელი ისტორია და ისე რომ არ შეეხოს მის მთავარ ძარღვს, ბედისწერას აბსოლუტურად ცვლის მითის ძირითად არსს. აი როგორ ცვლის ამ მითის ძირითად არსს, ამის შესახებ დავიწყებ ახლა საუბარს და მე მგონი არა მხოლოდ ერთ შეკითხვაზე, არამედ რამდენიმე შეკითხვას გავცემ პასუხს, შეკითხვებს, რომლებმაც გაიჟღერეს ჩვენს აუდიტორიაში. დიდი მადლობა. რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, რეკლამა მალე გაივლის. ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ბედისწერა და ადამიანი სოფოკლეს ოიდიპოს მეფის მიხედვით. დაგველოდეთ. მაშასე სოფოკლე და ოიდიპოსი, ბედისწერასთან შეჭიდებული ოიდიპოსი და მისი ტრაგიკული ისტორია. როგორია ოიდიპოსის ბედი? როგორ ჩანს, ის ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. გაუცნობიერებელი დანაშაული და გაცნობიერებული სასჯელი. დანაშაული და სასჯელი. ოიდიპოსი ორგზის გააფრთხილა განგებამ, რომ პირველი გაფრთხილება ოიდიპოსისა იყო ის, რომ ჯერ კიდევ კორინთოში, როდესაც იყო ინციდენტის დროს, მას ვიღაც ეტყვის, რომ შენ ამ მეფის და დედოფლის შვილი არ ახარ. ოიდიპოს ეჭვი შეეპარება ამაში, მაგრამ მაინც მიდის დელფოს სამისნოში და სურს გამოიძიოს სინამდვილე. დელფოს სამისნო ეუბნება, შენ მოკლავ მამას და დედის სარეცელს გაიზიარებ. ეს ორი გაფრთხილება ოიდიპოსმა არაფრად შეაგდო. ის მოდის სასახლიდან და მიეშურება თებესკენ, სადაც სფინქსი თებელებს საშინელ უბედურებაში აგდებს. ამ სფინქსის გამოცანის გამოცნობით ოიდიპოსი ბუნებაზე გაიმარჯვებს. მოდით ერთი რამ ვთქვათ. გარდა იმისა, რომ არსებობს
ნაწარმოების შინაარსი, ქმნილების შინაარსი, ეს თავად ოიდიპოს მეფე და ბევრი სხვა ქმნილება კიდე, რომელიც ანტიკურობიდან ვიცით ჩვენ, დატვირთულია სიმბოლიკით. სფინქსი განასახიერებს ბუნების სიმბოლოა. სფინქსი საერთოდ ამ ტრაგედიაში თითქოს ეპიზოდურ როლს თამაშობს, მაგრამ მას არსებითი მნიშვნელობა აქვს. სფინქსი, როგორც იცით, ჰიბრიდული არსებაა, ის განასახიერებს ბუნების სტიქიას, იმიტომ რომ მას აქვს ლომის სხეული, ანუ დედამიწაზე არსებული ძლიერების სიმბოლოა, მას აქვს არწივის ფრთები, ზეციური ძლიერების სიმბოლო, მისი კუდი ბოლოვდება გველის თავით და ესეც მიწისქვეშეთისა და წყლის სიმბოლოა და ყველაფერს ერთად თუ ავიღებთ, ის სტიქიას წარმოადგენს. ოიდიპოსი იმარჯვებს სტიქიაზე. სტიქიაზე გამარჯვება შემდეგ იტყვის ნიცშე ამის შესახებ თავის არაჩვეულებრივ ტრაქტატში ტრაგედიის წარმოშობა მუსიკის სულიდან სტიქიაზე გამარჯვება, ბუნების დამარცხება ადამიანის კატასტროფის მაუწყებელია, მაგრამ თუ ადამიანმა შეიცნო ის, რომ რაღაც სიბრძნეს ეზიარა სტიქიის დამარცხებით და ეს სიბრძნე გაითავისა, შეიცნო კარგად, ის გარკვეული მაგიური ძალით აღიჭურება, რაც დაემართება კიდევაც ოიდიპოს. მე დასაწყისში ძალიან მარტივად და ისე მოვყევი ეს გამოცანა, როგორც ამას ჩვენ ბავშვებს, აი ჩემ შვილიშვილებს უსვამ ხოლმე ამ შეკითხვას. მაგრამ ამაშიც ალბათ ძალიან სერიოზული სიმბოლოა რა. აი ერთ-ერთმა ჩვენმა სტუმარმა თქვა კიდევაც ეს ფეხებ დასიებული, გაუხრიტა მამამ მეფემ გაახრეტინა ფეხები ლაიოსმა, რკინით გადაუბა. ეს ფეხები ყველგან ესეც შეუძლებელია რომ იყოს აი ესეთი სიმბოლურად არის ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული, რა თქმა უნდა. საინტერესო სიმბოლიკაა ძალიან ესეც. ოიდიპოსი მეტყველი სახელია, ბერძნებს უყვართ მეტყველი სახელები და როგორც აღნიშნეს, ნიშნავს ან ფეხებ დასიებულს, ან მეორე ახსნა აქვს ოიდიპოს, ვხედავ ფეხებს, მაგრამ ყველაფერი მაინც ფეხებს უკავშირდება. აი სფინქსის გამოცანაც სადაც ოიდიპოსი ბუნებაზე, სტიქიაზე იმარჯვებს, სადაც ის რაღაც სიბრძნეს ეზიარება, თავისი სიბრძნით ამარცხებს სფინქს ამ ჰიბრიდულ არსებას, რომელიც სტიქიის განსახიერება, აი იმ გამოცანაშიც, რა თქმა უნდა, საუბარი არის სწორედ ფეხების შესახებ. ოიდიპოსი, რომელიც სამი გზის გზაჯვარედინზე გადაეყრება მეფეს ლაიოს მითში ეს რა თქმა უნდა ტრაგედიაში ასახული არ არის, მაგრამ მითში ლაიოსი შეეცდება რომ გზიდან ჩამოიცილოს ოიდიპოსი და ფეხებში არტყავს მათ რახს და რასაც მოყვება ოიდიპოსის ამ ახალგაზრდა ამაყი უკვე ჰიბრისით შეპყრობილი გმირის ამპარტავნებით შეპყრობილი გმირის აღშფოთება, რის გამოც მოხდება ის რაც უნდა აღსრულებულიყო ბედისწერის მიხედვით. ოიდიპოსი კლავს მამას, მაგრამ არ იცის რომ მამას კლავს, დედასთან იზიარებს არაცელს, მაგრამ არ იცის რომ ეს დედა ის თავს იდანაშაულებს, მაგრამ დამნაშავე არ არის ფაქტიურად. აი რა ხდება? ოიდიპოსი დაითხრის თვალებს ტრაგედიის ბოლოს, როდესაც იოკასტეს ოთახიდან დედას არ აქვს საკითხული, არ ვიცი მათთვის. გამოდის ოიდიპოსი და დგას გუნდის წინაშე, დგას მისი მაყურებლის წინაშე, მას დათხრილი აქვს თვალები და ის დაბნეულია თითქოს. კრეონს მოუბოდიშებს, აბარებს თავის შვილებს, აბარებს სამეფო ტახტს და გუნდი ბოლოს ამბობს, არ შეიძლება ადამიანი ჩაითვალოს ბედნიერად, თუ მან უტანჯველად არ დაასრულა თავისი სიცოცხლე. ეს თითქოს წინააღმდეგობაშია იმ აზრთან, რასაც ადრე იტყვის გუნდი, რომ უბადრუკი ხარ შენ ადამიანო. ოიდიპოსის დათხრილი თვალები ადამიანში სხვადასხვა მაყურებელში ალბათ სხვადასხვანაირ გრძნობას იწვევს. ზოგს თანაგრძნობა იპყრობს, ზოგს შიში, ზოგს ძრწოლა და აი აქ მე კიდევ მინდა დავესესხო ბონარს, რომელიც არაჩვეულებრივად განმარტავს ამ ადგილს. ოიდიპოსის დათხრილი თვალებიდან ჩანს არა მორჩილება ბედისწერისადმი, არამედ პასუხი ბედისწერას. მართალია ღმერთებო, აპოლონ, თქვენ მე გამწირეთ,
მაგრამ მე მაინც ჩემი ხელით დავითხარე თვალები და ეს იქნება ოიდიპოსის პირველი არჩევანი მას მერე რაც მან საკუთარი თავი შეიცნო ეს იქნება თავისუფალი ადამიანის არჩევანი თუმცა ძალიან მძიმე არჩევანი და როდესაც ოიდიპოსი შედის თებეში როგორც გმირი რომელმაც დაამარცხა სფინქსის დამარცხება ყოველდღე გაათავისუფლა თებე თითქოს ღაპრულია, მაგრამ სიბრძნით კიდევ ამასაც აი ეს სიმბოლოდებს მან ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს და იმიტომ რომ მან სცადა და გაიმარჯვა ბუნებაზე, მაგრამ ის თუ გააცნობიერებს იმას რომ თავისი სიბრძნით ბუნებაზე არ უნდა გაიმარჯოს, რომ ის ჰარმონიაში უნდა იყოს ბუნებასთან, ყოველი ადამიანი არა მარტო ოიდიპოსი ბუნებასთან უნდა იყოს ჰარმონიაში, აი ამას თუ გააცნობიერებს და მასში თუ დაიბუდებს ძალიან დიდი სიყვარულის გრძნობა, რასაც მერე გვაჩვენებს სოფოკლე მეორე ტრაგედიაში ოიდიპოსი კოლონოში, რომელიც პასუხია ერთგვარად ამ ტრაგედიისა და ვნახავთ კიდევაც, მე მგონი დაგვრჩება დრო რომ ამაზე ვისაუბროთ, აი ვნახავთ ჩვენ რომ ოიდიპოსი როგორ აღიჭურვება რაღაც მაგიური ძალით, მაგრამ ამ დროს ჯერ დაუბრუნდეთ, შემოდის თებეში თებე არის კოსმიური მნიშვნელობის სიმბოლური ქალაქი არის და თებელები მას აღიქვამენ როგორც გმირს და სთავაზობენ თებელები რომ გახდეს მეფე დაიკავოს სამეფო ხელმწიფობას მბრძანებლობას თებეზე ოიდიპოსი ამ ცდუნებას ვერ გაექცევა აქაც ამპარტავნება მაგრამ იმით ამპარტავნება დიახ ჰიბრისი ჩვენ ვიცით რომ ძველ ჰიბრისი თქვენს ენაზე ამპარტავნება ქედმაღლობა ქრისტიანულ უმაში ძალიან დიდი ცოდვა და ზოგადად ისჯება ძველ საბერძნეთში არის სამი დიდი ცოდვა სხვა ცოდვებთან ერთად რომელიც ისჯება ეს არის ამპარტავნება ეს ანუ ჰიბრისი ეს არის 1000 თალია, როდესაც ღმერთები გაფრთხილებენ, რომ არ ჩაიდინო, მაგრამ შენ მაინც შადიხარ ამ დანაშაულს და ის სწორედ მას ღმერთებისგან ქონდა მიღებული ეს გაფრთხილება და ის მაინც წავიდა ამ გზით მოკლა მამა და როდესაც მოდის თებეში და მას თავაზობენ, უნდა აღზევდეს თებეს ტახტზე როგორც გმირი ეს პირველი გმირობა, გაუცნობიერებლად ჩადენილი გმირობა, გაცნობიერებული გმირობა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის მის მიერ თვალების დათხრა. გაუცნობიერებელი პირველი გმირობა და ამის პასუხი არის სამეფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ის თანახმა აღზევდეს ტახტზე, მაგრამ ტახტზე რომ აღზევდეს, ამისთვის იოკასტე უნდა მოიყვანოს ცოლად და იოკასტეც არის სიმბოლო. ეხლა ნახოთ რა სიმბოლოა იოკასტე. იოკასტე ზოგადად ძალაუფლების რაღაცა ცოდნის სიმბოლოა. იოკასტე, იცით თქვენ, რომ ყველა თითქმის ბერძნული სახელი და ბერძნებს უყვართ მეტყველი სახელების შერქმევა, ნიშნავს იებით მორთულს. ეპიკასტე, მეორე სახელი არის იოკასტესი, ასევე ნიშნავს ზემოდან მორთულს, რაც აუცილებლად დედამიწის სიმბოლოა. ქალღმერთების მიმართ იხმარება ეს ეპითეტი იოკასტე თავის თავად წარმოადგენს სიმბოლოს ძალაუფლების, სიმბოლოს ძლიერების, ის დედამიწას განასახიერებს და სფინქსთან ერთად. იოკასტე და სფინქსი ერთი დიდი სტიქიის, ბუნების, ძალაუფლების, ყველაფრის სიმბოლო არის აი ამ ტრაგედიაში. ამიტომ ოიდიპოსი უარს არ ამბობს შეირთოს დედის ხელა ქალი მასთან ძალაუფლება ეს ძალაუფლებას ნამდვილად და კიდევ ერთ მომენტს მინდა ხაზი გავუსვა როდესაც ფროიდი ოიდიპოსის კომპლექსთან დაკავშირებით ისაუბრებს როდესაც ოიდიპოსი დაეჭოდება ძალიან რომ მან ხომ არ ჩაიდინა ეს დანაშაული, ეუბნება თვითონ იოკასტე ეუბნება. ეს ჯერ კიდევ ანტიკურობიდან მოდის, ტრაგედიაში არის ეს, რომ ძალიან ბევრ ბავშვს ეს იზმრება, რომ დედასთან სძინავს და ეს შემდგომ უკვე ჩვენ წავიკითხავთ ამას ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის ავტორი არის ასეთი არტემიდოროსი, რომელიც
რომელსაც აქვს სიზმართა ახსნა და იქ ძალიან ბევრი სიზმრის ახსნა არის წარმოდგენილი, აი ამ სიზმრებში შვილების მიერ დედასთან წოლა სიმბოლურად ნიშნავს ამ შვილების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ამბობენ ასეთი სიზმარი უნახავსო იულიუს კეისარს და ყველა დიდ მბრძანებელს, რომელთაც კი დიდი ძალაუფლება ჩაუგდიათ ხელში. ასე რომ ეს ყველაფერი ერთად სიმბოლურად წარმოადგენს იმას, რომ ოიდიპოს თანდათანობით ეუფლება ამპარტავნება, ჰიბრისი, ახლა უკვე ვიხმაროთ ეს სიტყვა, მე მგონი ხო, ამპარტავნება და ის ამიტომ უარს არ ამბობს საკუთარ ძალაუფლებაზე. ძალაუფლება, მან კარგად იცის. სხვა შორის ჩვენ ახლა მივდივართ ისევ გაუცნობიერებელი ხაზით, ისევ სიმბოლოებით, ისევ ახსნით. რა თქმა უნდა, მე მინდა პასუხი გავცე. ის შეკითხვა, რომელიც აბსოლუტურად ყველას ავალებს. რომელიც გასაღებია პრაქტიკულად ამ სახის გახსნისა და პასუხია იმ მთავარ შეკითხვაზე, რასაც ჩვენ დღეს ვართ, რაში გვჭირდება ოიდიპოსის ცოდნა, ამ მითის ცოდნა, რატომ უნდა მოვნახოთ ეს გასაღები. მანამდე აუცილებლად ფროიდზე უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა საერთოდ არ იცის რას ნიშნავს ეს ოიდიპოსი, მაგრამ ოიდიპოსის კომპლექსი, ეს აი სალონურ, ასე ვთქვათ, ზეპურ რაღაც არ მინდა კიდევ სხვა ეპითეტები ვიხმარო, რაღაც იდეად საკველპუროდ იხმარება ოიდიპოსის კომპლექსი და ამას მე ვფიქრობ მოყვება ძალიან არასწორი გაგება და არასწორი ინტერპრეტირება. მიუხედავად ამ დიდი პოპულარობისა და წარმატებისა, ყველაზე მეტი პოპულარობა მაინც ფროიდის ოიდიპოსის კომპლექსმა მოიტანა და როგორც ცნობილია, ფროიდი ფსიქოანალიტიკოსი იყო, მან დიდხანს იმუშავა ამ თემასთან დაკავშირებით და სადღაც ასე მახსოვს 1900 წლისთვის გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ნაშრომი სიზმართა ახსნა, აი მსგავსი იმ ნაშრომისა, რომელიც მე ვთქვი არტემიდოროსთან დაკავშირებით, რომელსაც მეორე საუკუნეშიც ჰქონდა მსგავსი სახის ნაშრომი, მაგრამ ის ძირითად ფაქტებს ემყარებოდა, ასევე ფაქტებს ემყარებოდა ფროიდი, რომელიც ამბობდა, რომ ბავშვს თავიდანვე აქვს ჩანერგილი ქვეცნობიერი სწრაფვა, სექსუალური სწრაფვა, მოპირდაპირე სქესის მშობლისადმი და ამბივალენტური ან შესაძლოა სიძულვილი თავისივე სქესის მშობლისადმი. და ამის დამამტკიცებლად, რა თქმა უნდა, მას მოჰყავდა ოიდიპოს მეფე, ის უფრო შორს მიდიოდა, ამავე თემას ხედავდა შექსპირის ჰამლეტში, ამავე თემას ხედავდა დოსტოევსკის ძმებ კარამაზოვებში და აი ეს ოიდიპოსის კომპლექსი, რომელიც აიტაცა საზოგადოებამ და რომელიც თქვენი თქმის არ იყოს, ერთო პოპულარული გახდა იმდროინდელ არამხოლოდ ევროპაში, არამედ შეიძლება ითქვას მსოფლიო ფილოსოფიურ აზრში. ვერ ვიტყვი რომ დიდხანს ბატონობდა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, სადღაც 1900 წელს გამოსცა თავისი ეს ნაშრომი, მაგრამ უკვე 50-იანი წლები და მობეზრდა საზოგადოებას ამ თემებზე წერა და იწერებოდა ძალიან ბევრი ამასთან დაკავშირებით, ფსიქოანალიტიკოსები ჩაერთვენ, ფილოსოფოსები, განსაკუთრებით მხატვრული ლიტერატურა, მაგრამ მობეზრდა ამ ლიტერატურას და აი 1952 წელს გამოდის ალენ რობ გრიეს ძალიან ცნობილი მხატვრული ტექსტი, რომანის სახელწოდებით საშლელები, სადაც ალენ რობ გრიე მე ვერ მოვყვები ამის სიუჟეტს, მაგრამ ეძებს თავარი გმირი რაღაცა საშლელს, რომ ამოძირკოს მამის მკვლელობის სიუჟეტი და კიდევ მეორე მაგიურ საშლელს, რომ ინცესტის პრობლემა მოსპოს. იწერება არა მხოლოდ მხატვრული მოკლედ ეს საშლელები ხდება აქტუალური. ხდება აქტუალური. საწინააღმდეგო მიმართულება. საწინააღმდეგო, მაგრამ უფრო ადრე სხვათა შორის ძალიან საინტერესო ალბერ კამიუს სისიფოსის მითი გამოდის. ამ სისიფოსის მითში ის ხედავს ადამიანის არა შეგუებას ბედის წერასთან, არამედ აბსურდულ სამყაროში ადამიანის შეგნებას იმისა,
რომ მან უნდა აკეთოს ის, რაც უნდა აკეთოს ამ აბსურდულ სამყაროში. და ამის მაგალითად კიდევ ასახელებს ოიდიპოს და გვაძლევს რაღაცნაირად აბსურდული გამარჯვების ფორმულას ოიდიპოსთან დაკავშირებით, რომ ადამიანი ცხოვრობს სამყაროში, აბსურდულ სამყაროში, მაგრამ მას შეუძლია შეიცნოს საკუთარი თავი და ამ აბსურდულ სამყაროშიც კი თავისი ღირსებით, დიდებულებით გამოჩნდეს თუნდაც საკუთარი თავის წინაშე და ასეთია ოიდიპოსი, რომელიც ითხრის თვალებს, მაგრამ მისი თვალების დათხრა არის, როგორც ვთქვით უკვე, პასუხი ბედისწერის მიმართ, რომ ის თავად ირჩევს აი იმ გზას, რა გზასაც მერე სოფოკლე დაგვიხატავს თავის მეორე ტრაგედიაში, რომელსაც ეწოდება ოიდიპოსი კოლონოში. უნდა წავიკითხოთ, უნდა ვიცოდეთ ოიდიპოსი თუ არა და რატომ? ჩემი აზრით ოიდიპოს მეფე სოფოკლეს აუცილებლად წასაკითხია პირველი, იმიტომ რომ თავისი მხატვრულობის სიუჟეტით არის აბსოლუტურად უნიკალური, ვიტყოდი რომ შედევრი, ხოლო მეორე მხრივ ჩემთვის ეს არის მოდელი ადამიანის ბედისწერის წინააღმდეგ ბრძოლისა და აი რაც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ ამ პრობლემატიკის როგორც მოდელი, ვერ ვიტყოდი რომ სოფლიო ლიტერატურაში ბევრი უფრო უკეთესი მაგალითი გვაქვს ვიდრე ოიდიპოს მეფე. ჩემი აზრით აქ პირველ რიგში უფრო არის ზოგადი პრობლემა წამოჭრილი, გარდა იმისა, რომ არის თავის ეპოქასთან მიბმული სოფოკლეს ოიდიპოს მეფე, აქ არის ზოგად საკაცობრიო პრობლემა წამოჭრილი და სწორედ ამიტომ არის აქტუალური, სწორედ ამიტომ არის რომ 25 საუკუნის მანძილზე მან შეინარჩუნა თავისი აქტუალობა, პოპულარობა და დღესაც გვაინტერესებს და კიდე კვლევის საგანი არის. ეს არის თავისი ზოგადი ხასიათი. აქ ბევრი ვილაპარაკეთ ბედისწერის პრობლემას და ამ შემდეგ, ამიტომ ეს მგონი გასაგებია. ძალიან მარტივად დღეს თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრ ჩვენგან საწყობს რაღაცა ყოფითი პრობლემები, ხო, რომელსაც ძალიან სერიოზულად ვუყურებ. თუნდაც ის რომ მე რაღაც ვერ ვიყიდე დიორის კაპა, იმიტომ რომ არ მქონდა ბევრი ფული და ამის გამო ვარ ძალიან დარდიანი. და უცბად ვკითხულობ ოიდიპოს, ან მივდივარ სპექტაკლზე და ვუყურებ და ვხვდები რომ აი ჩემი ყველა ეს ყოფითი პრობლემა არის სისულელი, რაღაცა აბსურდი. აი იმასთან შედარებით, რაც ოიდიპოსმა დაინახა. თუნდაც ამიტომ, რომ განვიცადოთ კათარზისი და მივხვდეთ როგორი ბედნიერები ვართ, თუნდაც ავიკითხოთ ოიდიპოსს. ის საკრალური ფრაზა, რაც აპოლონის ტაძარზე არის ამოკვეთილი და რაც მთელს ბერძნულ კულტურას ასაზრდოებს, ეს არის ასიოსებს არის შეიცან თავი შენი. იმდენად რამდენადაც ოიდიპოსი, როგორც თქვით უკვე დაახსენით, არის არა უბრალოდ ნებისმიერი ჩვენთაგანი, ყოველი ჩვენთაგანი და ისევ და რაც მას ამოძრავებს არის საზიარო ჩვენ ყველასათვის. ამდენად საკუთარი თავის შეცნობა მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. არ აქვს ამას მნიშვნელობა 5-5 საუკუნეშია თუ ახლა, ეს ყოველთვის მანამ ადამიანი არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ძალიან კალბატონო. ოიდიპოს მეფესთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა გამოთქვა საკუთარი აზრი. ძალიან ბევრი დაიწერა, ძალიან დიდი ადამიანების მიერ, მაგრამ ჩვენ საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაში არის მეცნიერი, მთარგმნელი გიორგი ხომერიკი, რომელმაც თარგმნა ოიდიპოს მეფეც და საერთოდ თებეს ციკლის ტრაგედიები და რომელმაც სპეციალური გამოკვლევა უძღვნა კიდევაც ამ თემას. სრულიად სხვა გზით მიდის გია, გიას აქვს თავისი წარმოდგენა ამასთან დაკავშირებით. გია ამბობს, რომ ოიდიპოს მეფე არის, ოიდიპოს მეფის ტრაგედია არის გარდამავალი საფეხური წარმართობიდან ქრისტიანობისაკენ და ეს ყველაზე კარგად, რა თქმა უნდა, ჩანს მეორე ტრაგედიაში, ოიდიპოსი კოლონოში. ოიდიპოს მეფესა და ოიდიპოს კოლონოში დასმული პრობლემა ეს არის მამისა და ძის პრობლემა. აი თქვენ ზუსტად გაიხსენეთ, რომ ურანოსი, კრონოსი, ზევსი, რა თქმა უნდა, მამისა და ძის პრობლემა ბერძნები რეალისტები იყვნენო, წერს გია თავის გამოკვლევაში და მათ ძალიან კარგად ესმოდათ, რომ ყოველი შვილი იკავებს მამის ტახტს და ამასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ძალაუფლებასაც უკავშირდება, მაგრამ ბოლოს და ბოლოს სოფოკლეს სურს გააგებინოს თავის მაყურებელს, რომ ყველაფერი მაინც სიყვარულამდე დადის და რომ სოფოკლეს ოიდიპოსი
მეორეჯერ ბედნიერდება. პირველი ბედნიერება, როგორც აღნიშნეთ, არის თებეში გამეფების დროს მიღებული ბედნიერება. ეს მისი პირველი ჰიპოსტაზია, როდესაც გამოდის ბედნიერების განცდით თავისი თანამოქალაქეების წინაშე, რომლებიც ეუბნებიან შენ უბრწყინვალესო კაცთა შორის, შენ ჩვენო მხსნელო და ასე შემდეგ და აი მეორე გაბედნიერებული ოიდიპოსი არის გაბედნიერებული თავისი ქალიშვილების სიყვარულითა და თანაგრძნობით და გამოთხოვების სცენა ქალიშვილებთან გამოთხოვების სცენა ოიდიპოსისა არის ყველაზე ამაღელვებელი სცენა და აქ კიდევ ერთ მეცნიერს მოვიშველიებ არის ესეთი არაჩვეულებრივი მეცნიერი ვლადიმერ პროპი რომელიც იტყვის რომ ქალიშვილებთან გამოთხოვების სცენა ეს არის ყველაზე ამაღელვებელი სცენა, იმიტომ რომ ეს არის სცენა ადამიანის დაბადებისა ოიდიპოსში. ეს არის სცენა ადამიანის დაბადებისა საერთოდ ევროპულ ლიტერატურაში. და მე ვფიქრობ თვითონ სოფოკლეც ამავე აზრის არის თავის საყვარელ გმირზე, იმიტომ რომ ტრაგედიის ბოლოს ის გუნდს ათქმევინებს ოიდიპოსი ყველაზე უფრო საოცარი ადამიანთა შორის. წაიკითხეთ ოიდიპოსი. ძალიან საინტერესო საუბრის შემდეგ მე ვფიქრობ, თქვენ აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი არა მხოლოდ ოიდიპოს მეფე სოფოკლესი, არამედ კოლონოსშიც ოიდიპოსი წაიკითხოთ და კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ ამ სერიოზულ პრობლემებზე. დიდი მადლობა. ჩვენ დაუბრუნდებით მომავალ ხუთშაბათს.